აქციებზე დაკავებულთა მიმართ ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებას უთანაბრდებოდეს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებაში წერია. ექსპერტების საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების წამების, არაადამიანური მოპყრობის და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები, რაც მათივე განცხადებით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გამართულ პროტესტების დროს მოხდა. ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურის ძიების შემთხვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან. ბრალდების მასშტაბები და დემონსტრანტებისთვისა და მოგვიანებით დაკავებული პირებისთვის მიყენებული დაზიანების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტყველებს, რომ ეს შესაძლოა არ ყოფილიყო ცალკე ინციდენტები და მართულ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდეს. შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბევრ დაკავებულ სიტყვერის შეურაცხყოფა მიაყენეს, დიდი ხნით და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით და სხეულის ნაწილების მოტეხით დაემუქრნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში ადამიანის წამება, რასაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მისი პოლიციელები ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებდნენ, არის ყველაზე დრამატული დარღვევა და გადაცდომა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და დანაშაული ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეში და ეს უბრალოდ იმდენად ზედაპირზეა, ისეთი თვალსაჩინო იყო ყველასათვის, რომ ერთგვარი მოლოდინი არსებობდა ალბათ ჯერ კიდევ დასავლეთის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეები, ანუ ის პოლიციელები, რომლებიც აი ამ დანაშაულს ჩადიოდნენ, იქნებიან დასჯილი და პასუხისმგებაში მიცემული. მაგრამ როდესაც ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა ველოდოთ აი ესეთ არამხოლოდ აღშფოთებას, არამედ ნამდვილ რეალურ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ისევე როგორც მთლიანად გაეროს როგორც ინსტიტუციის მხრიდან. ექსპერტების თქმით, ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას შედეგი არ გამოუღია მაშინ, როდესაც ბევრი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება. ექსპერტები მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით ელიან, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ისინი უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.